9-ზე შემწვარი დიდი პერაშკი რო გამოათრიე ბიჭო. ძაღლებს ვაჭამე მე. და მანამდე ჩემთან ვიყავით სახში და ჩემოსმა თევზი და რაღაცები გავუკეთე ხო ეს რაგული და ჭამა ისე და არ ეყო ბიჭო და ბენზინს ვასხავდა. ძაღლს ვაჭამე. შევიდა და იქ დაინახა რომ ეს ხვევა ვისოში ხო იცი ბევრი ზეთებში რო ტრიალებს რა და ეს გამოიტანა და ძაღლს ვაჭამე აი ყუა რო დარჩა ხო იცი ის დაუგდო 6 ძაღლი იყო მოკლეს ერთვე ჭუბით. აი ესე ჩაილესა. მე დიეტაზე ვარ. აი დავიწყოთ ბიჭო. დაწყებულია რაგიდან. დიეტაზე ვარო და აი ესე შევედი და სამზარეულოში ბრინჯია თივის ზვინია ეს. და რაღაცებია გამოშვერილი რა და ნუ მივხვდი რომ ხორცებია დამაგრა. ბავშვი თავი უნდა შევიკავო თუ უთხრა რაც თქმელია. გამოწეულია ბარკლები, ფრთები, ქაბაბი და აუ წყლის ძალა მოგცეს ბუკა. ავლიპა რაც მოკდა. ყველანი ესენი გარეთ გამოუშვეს. გვიშველი. ამაზე მაგარი არაფერი შექმნილა სამყაროში, ნაღდა თუ ამბობ რა აი გულწრფელად. წყალზე? აუ ამაზე აი ესეთი დემაგოგია. ჩემთან რო ჩამოვა საგურამოში, ორა ჰაერია აგბა. აი ბიჭო, როგორ იცის? ინტუების უნთხავს. აი როგორ უტრიებს რობერტ ფიძახის. ერთხელ ჩავედი, წამონე თბილისის ჰაერიდან რო ჩადიხარ, იქ საფხული აგვისტოა. არა ინტერესებს ხო? ერთად ძალიან აინტერესებს კულტურული კაცი მიყურებს ეხა. ხო და კულტურული კაცი მოიწვიესო, გაიგე? მიყურებს მეთქი და მისმეს, ხო და ჩავედი, ბიჭო, პაპანაკება აი ღერი რო დაიჭირო აინთება რა. ამასთან შევედი თუ აუში გადახვდი რაღაცა და ამოვედი ნიავია ისეთი მიშვა აი ისე არ ვიცი რა 64-ში და მარტივად თქვა პათოსის გარეშე ბჭო ამათებს თო აუ გამარჯობა მეგობრებო გამარჯობა გავიღალე რა კაი ჰაერია მეთქი რამბაგრა სწორად აი ეს მორიგი ეპიზოდი აქვე 2 მეტრშია ქალაქიდან მეთქი და ჩამოდიხარ რა კაია თქო რა რო ჩამოდი ჰაერი და გამოდის ბიჭო ეხლა ვიხსენებდი ბატონ ავლის ზურაბს ტიპური ხარო ო როგორ უპერავს ნოტიო და ძალიან ნატოლო ხომე აი ესეთ დროს ესეთ დროს ძალიან ნატოლო ხომე რომ ცოცხალი იყოს ეს ადამიანი და ახლო სადმე აი აქ გიღმის და საბურთალოს მიდამოებში იყოს ერთი შენობა სადაც დილით შევიყვანთ არა პირიქით აი შევიყვანთ გამოვიყვანთ შეხარ გარეთ ჩვენს სტუმარს წარმოგიდგენთ ჩვენ ვიყავით ზელანდიურ პაბში როგორც ყოველთვის ჩვენს მასპინძელთან სეტანტას ტეტას ქუჩაზე ანუ 77 ამ კაცს ისთობ ყველანი ძალიან კარგად გამარჯობა მიშა თინთაძე რომელიც უფრო სიკვენსების სახელით ხო ხდები ხა ესეა ხოლმე რა მე ძალიან დიდი ხნის წინ მქონდა ჩვენ კვეთა ეხა არ ძალიან ახლო არ ვიცოდით ერთმანეთს მაგრამ ერთ ციფრში ვიზროვდით და თავიდანვე ვადენებით თვალყურს და ის ძველი დროც გავიხსენეთ რომ როგორ კეთდებოდა საიდან მოვდივართ როგორ მოვდივართ და სადამდე მივიდივართ უკვე ბიჭებით განან აპარატურით რაღაცა ამბავი და მიოსალმოთ ჩვენს სტუმარს დიდი მადლობა რომ მოგზავნით ჩვენთან დიდი მადლობა მოწვევით საქმის პელეაში საქმის პელე და წერან ეზოში ვაპარაკობდით რომ აი ცინცაძის აი ისტორიას რაც არის მუსიკასთან დაკავშირებული შენ ჟანრში მიყვებით ხო და ამართლებ და პელე ხარ ხო აი დაიჭირე ხო რაღაცა აი როდის იგზენი რომ უნდა შეგებერა მაგრამ დაგებერა აი გაგეკეთებინა ეგ საქმე რა დიდი ხნის წინ სანამ მანამდეც ხო კონკრეტულ საქმეს გავაგრძელებდი დიდი ხნის წინ რომ დავიწყეთ ეგ და მივხვდით კაი ამბავია პატარა რუბრიკად ვაკეთებდით კომედი შოუში რა კი მივხვდი რომ ამას შეიძლება კონდეს ცალკე სიცოცხლე ჩოვლებრივი ნატურებით ანათებდით რა ნუ ეხლა ცოტა უტრირებ მაგრამ ხო ეგრე იყო რა აი ისინი სუშენი მიტანილი პერსონაჟები აი ერთ-ერთი რაზეც მე ძალიან ვღადაობდი 90-იანების სოფლის დამკვრელი რა აი კიტონს ვასწავლებ აი სიგუა ხო აი ხსენი მოფიქრე ან ეგენი მე ნანახი მაქვს რა სოფელში ჩავდიოდი რა ვიღაცა ხო აბა თავისთავად პერსონაჟებია მაგრამ ჩემი სეფა რა ეხლა ეს ბოლო რაც გავარდა და მე ეხა გავიგე მართალით არ დაკვირდა რომ უბრალოდ უსმიდი აი ეს ბრაზილიური თანხმე მე ბრაზილია ჩემთვის ხო იცი სხვა შორის ალისონს მინდა მივესალმო გაიგო და გაუმარჯოს ალისონს ხო შეჭამეთ ბიჭო შეჭამეთ ალისონი სადმიდის ეს მამარდა გუშინ დონარუმა გახდა ალისონი ეხა გაიგე შენ ეკარემ კურაჟი უნდა დაიჭიროს პესეჟეს ულოცავ ხვიჩას ულოცავ ჩვენი გუნდი გახდა რა არის რა ეს ქართული პატრიოტიზმი მაინც პესეჟეს გულშემატკივარი ხა მე რონალდინიოს დროს უყურებდი და მომწონდა და ხვიჩა რო თამაშობს თან მაგრად ხო ძალიან რა და უკვე სხვა თემა გახდა რა და ამიტომ მამარდას არაფერი პრობლემა არ ექნება წავა კონკურენციაში შევა და თავის საქმეს იტყვის და გააკეთებს ძალიან გუშინ იყო ვენაც გუშინ ანუ ჩვენ წვევთ ხვალ ხო ვებით ალბათ რა და დიმა მე მინდა რა ეხლა რო მოიტყო ხო ის რო იცი ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიყოფები შეგიძლია მე მაგაზე ერთი ისტორია მაქვს მაგრამ არ ვერ გავხიდი გადაცემას ესეც ხო არ ვლაპარაკობ ცოტა ისიც კი შემოქმედი კაცი უნდა ილაპარაკოს მაგრამ მე მინდა თქვა აუღნიშნო შენ ჩემს სამოსზე შეჭამია სინთეტიკა ესპანეთებით რა შენია ორიგინალი ფერგის ნაცვამი ბიჭო მადლობა მაინც მითხარი რამოსის მაისური ხელმოწერიანი ჩემი წყალობით გაკ ბიჭო
შენ წავ როგორ მაგ იქ სუფრაზე ვაიმე იმ კაცმა ეხა სულ დაგირეკ ამერიკიდან რო ჩამოვიდა რა სუფრაზე შემპირდა სუფრაზე ვინ წაგიყვანა მე ორივე მოდითო ესე თქვა გავიგე მაგრამ ესეთ პონჩი ხო და გიოს მინდა მე ბათუმელ გიოს გიორგაძეს საბა გიორგაძეს უпроსწორით მადლობა გადაუხადო ესპანეთის მაისტრისთვის თავისი მაღაზია აქვს და უთხრათ რომ ბრაზილიასაც მივიღებთ არ არის პრობლემა მე სხვა შორის გაჩხებული მაქვს ხუდი ბრაზილიის და არ მის საბა დიდი მადლობა გადავწე საბა დიდარი ამოც ჭირაბალაკი შენ და იცი რა უნდა კითხო იმ დღეს განათლება რა გაქვს ნახე ეს თქვენ მოიფიქრეთ ხო ეხლა მიხარი გააგზელის მუსიკალური განათლება მაქვს მამაჩემ ანუ პროფესიონალური არა შენით პროფესიონალური რა 3-4 კლასი მაქვს მუსიკალური კონკრეტული განათლება ესპანია მაგრამ მე უკვე მამაჩემს ბენდი ყავდა თავიდანვე ყავდა უბრალოდ საბავშვო ანსამბლი ყავდა მუსიკალური ინსტრუმენტული და ვიღაცებს რაღაცებს ასწავლიდა დრამზე, საყვირზე, იმაზე გიტარაზე და ყურებაში რაღაცები ვისწავლე. რაღაცები რა. ყურებაში არ გასწავლი და ისე უყურებდი? მე კონკრეტულად მე საყვირს მასწავლი და მაგრამ სხვა დარჩენ ბავშვებს ასაც ასწავლი და ისინიც უკვე შემომესწავლა მე. საყვირი იცი? კი. დრამი ისე სხვა არის? ვიოლინო. არა, ვიოლინო არა, ვიოლინო რთულია თითქოს თვითონ აღამებდა და ბიჭო მე მქონდა ვიოლინო ბავშვობაში. უკრავდი? რთულია. რა იცი? რა ვიოლინო ბიჭო შენ და ვიოლინო. რთულია ხო? მაგრამ რომ მოინდო მოიზავ. დარწმუნებული რა რო ჩავუჯდე კი. იმიტომ რომ რაღაცა ერთი ინსტრუმენტი გაძლევს სხვა ინსტრუმენტი იდენტური ინსტრუმენტებისაკენ კარებს. ნოტებით არ გიმუშავია ხო? არასოდეს. თუ მაინც გიწევდა. კი, ნოტები. კი. მიშა, 5S-ებზე შენ ერთ-ერთ გადაცემაში ოღონდ აღარ მახსოვს საათ. აი ზუსტად ერთ სიტყვაში ახსენი რა მუღამი არის 5S-ი, მახსოვს რა 5S-ები? აი რასაც ყოველდღიურად ესე საქმის კეთების დროს რაღაცა ცოტა სისულელეებს რო წაიმღერებ რა. აგერის ბეთჰოვენია მაგ ამბავში. მოცარტი და მორიკონე. რაღაცებს ვამბობ, აი აქ შეიძლება YouTube-ზე კიდე გააპარო და ისე ყველაფერს ცუდი რითმია. გუშინ ბარსელონაზე დავწერე მე გეტყვით. უცებ. ბენფიკას რო პუტავდნენ. ხო და მე აგერ საქმის პელესთან ერთად გავაკეთებთ მაგას. მე და დიმა შევეჯიბრებით ერთად. ო რა კაია, საინტერესო იქნება. აი შენ რაღაცები თუ გიდა, რაღაცას გეტყვი, ჩვენ იმპროვიზაციით აყვებით რა. ბეთჰოვენია რა. ის 5S-ების მორიკონე და მოცარტი და ყველაფერი. აი ესე ორ წამში რაღაცა ფეხბურთელს მაგქმედებს, ყველა მიწის უყვები ხომ მაგას და ეკრებები. არა, 5S-ების ჟანრს საინტერესოა ძალიან. თან თუ აპირებთ შეეჯიბროთ ერთმანეთს. ჩემთვის ბევრად საინტერესო იქნება. რა შუნა შევეჯიბრო? 5S-ებში. აქედან ორივეს გიწევთ ჩემთან მე. პრობლემა არ არის, როცა შენ მე მოვალ ვეჭვი. ერთად შეიძლება ორივე რომ მოვიდე. და შეიძლება რომ ამის გარეშე რამე ვარსებობდეს საერთოდ ზოგადად. გინდა ცალკე გინდა ერთად როგორც გაგისწოროთ, როგორც შეთანხმდებით. დაბადების დღე მქონდა და გამიკეთეს თანამშრომლობა ტორტი და ესეც ჩამისვეს შიგნით ფიგურა. ეხლა მე დავამთავრო. შენ დაბადების დღე. ეხლა დავამთავრო რა იკადრა? ამ ეგრე მოვაჭაკა შოკოლადის იყო და გლიჯე რა. ხო დეტა ეგრე გეკნა. მაგ სურათი და გაჩვენებთ. აი ეს დამისვეს იქ, ატო ღიპით გაუკეთეს და გამისწორდა რა. როგორც იყო რეალურად ეგეთი გაიჩნდა რა. შამის დაბადების დღეზე ჩემი რამე ფიგურირებდა ძმო? და გამანები რა თავი რა. ვინ დამწყევლა ეს რო გადამეყარა ბიჭო ა? ეგეთი არაფერი ყოფილა ღიპიან არ გაუკეთებ ეხლა ნახე მოიტანეს ტორტი აქეთ დიმა აქეთ მე რა ქნა ბიჭო ჩემი თავი მოაძრო მოდიში თქვენთან სენიორიტებო და სენიორები მოაძრო და არ მიიკერა ქვენ მოდ დედასთვისა ვარ იტყუება მე არ მახსოვს მართლა მე ვიყო არა შეიძლება გავაკეთებინა ამჟავებული უპრობლემოდ გავაკეთებდი მაგას მაგრამ მე არ მახსოვს კატლეტი ჩემი დაბადების თან 50-ს გავხდი რა დამისვეს ეგ სირმაჯუსავით იმას ფეხბურთს მოედანი იყო და აგდეს ზედ რა პირველი შუტკა რა მითხრა იცი როგორ შემოვიდა ურთიერთობაში თავი და ხო იცი აი მეც აი ასა რეპორტაჟები და გამარჯობა რაღაცა ესთან ესე ბეჭდავდა თითო აი გოჭემა რუსიარული იცი ხო თან მოისა სიხ დამატებით არ გინდა რამე სამუშაო ვა მე როგორ თუ სპორტთან იქნება ბიჭო რეპსები შენ თავი ხო არ მიგირა მე მიხარია რომ ფარდა იხსნება ყველაფერს შენ გარშემო გიზია ჩვენ გიდა მართლა რამე და მეთქი თუ სპორტთან არის და არა პრინციპში სპორტია კი რა არის მეთქი და კვირაში სამჯერო მაგიდის ქვემოთ შემოდიო ბიჭო კარგი ისა რა ქვია შენ არაფერი ზუსტად აი ესეთ ხალხთან უნდა გამხდე ამას ეხა ვირუსი ყოდა და მეგონი ჩააპიპინა სერიოზულად რა შენ ხარ სულ თქვი სამყარო ბიჭო მომისმინე რა უნდა კითხო მაგ თემას ვერაული ეხა ევროპის ჩემპიონატი ჩვენც იყო ყველასთვის ხეცობა ვიყავი წასული კი მაგრამ მოვიყევი და გადაცემაც რაღაც ჩაწერე ხო იქ თუ ვლოგი გავაკეთეთ პირველი ვლოგი გავაკეთეთ სხვათა შორის და
ძალიან მიხარდა რომ პირველი ვლოგი ჩემს YouTube-ზე აი ამ ამბავს მიეძღვნა, იმიტომ რომ ყველასთვის მე ხა დიდად რო გითხათ რომ სპორტში ვარ, ეგ არის ყველა ხო და მე საერთაშორისო მინდა ამბავი. ვთქვა რომ ეგ არის უკვე როცა შენი ქვეყანა ახლა რაღაცას აღწევს, უკვე ერთნაირად უხარია სპორტში ძალიან გათვისნობიერებულსაც და არა გათვისნობიერებულსაც. ხელა პატარა ქვეყანა ვარ. ხო, ძალიან. UFC-ის ჩემპიონები ყავს, ფეხბურთში ესქენი, კალათბურთი, ხელბურთმა დახურა. გუნდსახიობაში სულ იქახარ, ნო. დავიწყეთ, გაიგეთ, მიდის ბიჭო ძალიან მაგარად რა, აი ბიჭო, ყველაზე მეტად ფუტბოლი, აი, სპორტის სახეობაში. არა, ვიცი რომ არ იქავს. გამცემს პასუხს შეიძლება. ხო, ალბათ, იმიტომ რომ ყველაზე პოპულარული რადგან ჩაკირკიტება და კონკრეტული არჩეული არ მაქვს რაღაცა, ხო? რასაც მიუყვები და უყურებ ალბათ ფუტბოლი. მოგხარ სიკვდილებში სპორტსმენები ყოლია ისეთი? არა, აი, ხო, დინამოს ექიმი ვიცით. ყურუმსაღო შენა. ვინ ყავდა ნათი კიდე გამახსენე? აი, ცოტა ძნელია. ილია, ილია ყავდა. ილია მაგარს უბერავს ბიჭო, ილია ნიჭიერი ტიპია და კაი რაღაცები მქონდა მოტანილი სხვა. ხო, არა, ილია ეხა კი ეს კაი რაღაცები მქონდა მოტანილი, რო იძახი მე მაგრამ ეშინია მოსტა, რა ჩემ ფეხები რომ მოვიტანო, არ ვიცი, მაგრამ მომეხმარები თავდაპირ რაღაცა გამოგვიო. კი, კაცო. ჩემ ერთ-ერთ საყვარელ სერიალზე მინდა მკითხო რა, იმიტომ რომ მაგრავი кайფე მახსენდებოდა 90-იანების ყველა ფილმი, რომელი Breaking Bad-ი? ვაი ხაია, ჩერა. ტიტანიკი, აი რო ჩადის უკვე ის მომენტი. ჩაკ რო იძახის. რა მითხარი ეგ სერიალი მე რაღაცა სახელი გამოვიწყდა უბრალოდ ბოდიში. ბილისური კინო. ბილისური კინო. ორმაგის სახე, ყველაფერი ერთად იყო შეგნით რა. ეს სახე ახლა 90-იანები ჩოტ კაფეოდ შიდიანი გახსოვს. ვარ. რა, თანატოლები. ხო, რა ეხა აფისლისი. გვახსოვს ბიჭო, მე 87-იანი ვარ. კარგად გახსოვდება იმენ ნავთქურაზე იზრდებოდი და. აბა, ჩვენ ძალიან მძიმე. კი, ჩვენ ბავშვობა გადავიარეთ მაგამ ბავშვზე. აი ყველაზე ისეთ ფერადი რაც უნდა იყოს, ყველაზე შავთეთრი გქონდა. კი, და აი მე ჩაირთო დიმას ხმა შემოვიდა რეპორტაჟებზე ცენტრის. მე ისი რა მახსოვს კიდე აჩმას რო რაღაც მარილში რო პულს გაავლებდი და პურიანი მარილიან პური. ხო, აჩმა. ო, მარილიანი პური, ბიჭო, მარილ წყალში პულს შადევდი და იმას აკეთებ აჩმა. დიმა, ბახში რას ვაკეთებდი, ცი რომ მოიტანე არ იყო ნამცხრები და ერთი რაღაც დიდი პეჩენია იყო და ჩაი. ეს ბავშვები ჩაისთან ერთად უბრახუნებდნენ. და მე ხო ვატყობდი ისინი მალე ამთავრებდნენ. მე ჯერ ჩაის და ბოლოს მე მჩებოდა ეს მარტო. სხვას თუ აღარ ქონდა, მე დავიჭერდი და მაგარი ტაქტიკა. მე მაგალითად ცარიელი აბაზანა 2000-იანებში ვნახე რა, პირველად. სუწყალი მქონდა ალებული. ხო ხო. პირველად ნახე 2000-ში. ეს რა გაგუნებდი? მე რა ხوانაირი ყოფილა საერთოდ. მე რადიატორის ფუნქცია არ ვიცოდი, რო უყურე. რა თქმა ეს რას აკეთებს? და კიდე რა მახსოვს ისი? ეს კერასინგას რო ეძახდი და ესე რო რეგულირდებოდა ესე რაღაცა და კარგი ფითილებიო იქ იყიდებაო, კარგი იქ იყიდებაო, მერე სარდაფებში ქონდა შენახული ხან ფეთქდებოდა ეს ისა იქ იწვევოდა ხან რაღაცა და აქედან კი მოვედით მაგრამ. ხო და აი ყველაფერი არის მაგ სერიალში. მაგ სერიალში არის ჩაქსოვული ზუსტად და თან ძალიან ბევრი გაქვს ნაშრომი, აი როგორ ეტყობა. ძალიან. ისე მომწონდა და ისე მიყვარდა ეგ ამბავი და მაგაზე მუშაობა. რას შვებოდეთ, ნახე, მე ვიყავი საუნდ დიზაინი და ვიზუალის დიზაინი, ანუ VHS effects და sounds ვაკეთებდი, მე ბიჭები იღებდნენ, სცენარს წერდნენ, იღებდნენ, მოქონდათ და მე უკვე ფუთავდით ერთად, ასე ვთქვა და აუდიოზე მუშაობდით, როგორ საერთოდ ვანულებდით აუდიოს და თავიდან ვქმნიდით ხმის გადაწერით. ხო, აი როგორც იმ პერიოდის ფილმში ის ნაბიჯი დამთავრებული ხო და იმდენ საინტერესო იყო ძალიან და ისე ემსგავსებოდა ამის გამო. ხო, მაგის გამო, ხო, ხარვეზი კი არა, ანუ იქაური ხმა იყო. მე დაჟე იმაზე ვკაიფობდი, აი VHS-ი თუ რას ძახი იმით გადაღებულ ფილმს, აი ზოლიც რო მის და ცოტა ყავისფერი. ის კაფეს თუ რაღაც ბუფეტი სადგაა. კი. ზუსტად ეგ იყო. ეგ ბიჭების პირველ გატივა იყო, ეძებდნენ, დადიოდნენ, ნახულს უკაპიკოთ. ფული არა გაკ. ხო. არა, სიგარეტი არა. ბოდიში ხო სიგარეტი არა გაკ არა. მაგრამ სტუდი რატო არა ხურავს ეგეც იყო. კი. თან ეგეცა დარტყმის დროს მაშ არა გაკ არა ქონდა რა. აი ზუსტად ეგ არის. აი ტბა ორმანის კრებითი ფილმი ეს არის, სერიალია. აღმარჯერო ისმის ფილმის ერთი დიტო ძალიან კარგია მან. ბიჭო, მიაქ ის მაყურებლისთვის. კარგები იყო. მაყურებლისთვის მიაქ რა, ანუ წყალივით იყურება. ხვდები, ანუ ესეთი მომენტია რა. თან იცი რა, ის ისტორია რაც იყო.
ეხა ეს თაობა ახალგაზრდა რომელიც არის, მოყოლით მაინც სხვა თემა. მაგითი უფრო იგებს რა, როგორ რა მდგომარეობა იყო, როგორ იყო როგორი გადაიტანა, ვინ რა გადაიტანა და რა ვიცი რა საწვავის ომები იყო ბიჭო, შეუულებრივი სამსამი კანისტრით 2-2 დღე ვიდექით და ერთ დღეში რო სვლიდი იმ ბენზინს რა ხოვდები და გოგოებს რიგში რო ვიდექით ბულკები და მაწონი მოქონდა და იქ ცხოვრობდი და მე ვიღაცა მოვარდებოდა და ავტომატები და ჩვენ უნდა შევიდეთ იქ ომობთ და რაღაცა იქ ვიდეოდა გაწიე გამოწვე საშინელი დრო იყო ბიჭო. კი, საოცარი დრო იყო. მართლა ძალიან ძიმე დრო იყო. მაგრამ რაღაც კაი რაღაცეებიც იყო ურთიერთობაში და რაღაცეებიც ყველა დროს აქვს თავის პლუსები და მინუსები რა. ჩემთვის იყო სახურავებზე სირბილის დრო. სახურავები. ხო. ოიმე ისეთ რაღაცებს ვაკეთებ. გარაჟებზე ეხლა ჩემმა შვილმა ეგეთ რაღაცა გააკეთა. არა, ბიჭო, გადაირი. თვალი რომ მოვკრა, შეიძლება გავთავდე. ეხლა გუშინ დადეს რაღაცა ვიდეო, რამე არ მოხდეს. და გავიხედე ბავშვები, გოგო ბიჭები ესე სახურავებს პროსტა დადიან ესე რა. და всё, ხალხი გადაირია მაგაზე რომ იქ კიდე იყო ის რა ქვია. საბურავების დაწვა მოპარვა. ერთი მახსოვს, ერთი სახურავიდან მეორეზე უნდა გადამხტარიყავი და ძალიან დიდი ის იყო რა. მაგარი თამაში იყო. ხო და ძალიან დიდი ჩასავარდნი იყო შუაში და მივხვდი რომ უბრალოდ ასე ვერ გადახვდებოდი, რას გონი უნდა ამეყო და დავიწყე უკან წამოვედი რა ამ სახურავზე მოვიდა და დამთავრდა ეს სახურავი. ერთი უკან წამოვედი აი ესე გადავარდი? არ გადავარდი. ინსტინქტურად ჩავებრაუჭე და გავსწორდი და რა ჩავებრაუჭე იცი აი ესეთი სქელი დენის შნური სქელი როგორი იცი აი კაი რომ მიმაკლავდა ზე კიდე კაი აგლიჯა კიდე კაი მართლა 90-იანო შუქები არ იყო დენი არის ალბათ არ ვიცი აუ მაგაზე კიდე არ შეიძლება მაგაზე კიდე რას кайფობდი იმ დღის მერეა ჩემი ფარველი ანგელოზი ჭაღარა მეგობრებო ბავშვებს რო ვატყუებდით ხოლმე ხო ეს სახში ვა შუქი მოვიდა გაიქცეოდა ჩემი შვილი დააწევდა და რო არ იყო მოსული ტირილი ვიდეოდა მე მეგობრებო გამოვიწეროთ ჩვენი YouTube არხი დავალაიქოთ ეს ვიდეო დავაბამოსოთ აუცილებლად დავალაიქოთ ჩემს გამოწერებსაც ხო გადმოხვიდეთ და ვა ძალიან დიდი მადლობა პატივია ნახდათ ლაივად ეხლა მოდი ამ YouTube-ის ამბები მოვიყევი რამდენად ის არის შევთვის აი ძალიან ის არის. დაიწყე რა, როგორ დაიწყე. ხო და ძალიან ის არის, კი არა, ამის შემთთვის გახდა უკვე ძალიან სიამოვნე, ხები, ანუ მეტი თავისუფლება, კომფორტია, შენც მოგიყევი შენი ამბები. აი როგორ იყო, ვიცი რომ შენი მეუღლე არის ჩართული, ესეთ თემაა რა. კი. ჩემი მეუღლე კი არა, ჩემი მეგობარიც არის ეგ, ჩემთან ერთად. ჩემზე. კაი. მიდი მოგიყევი, იმიტომ რომ თარჩევებით მოგვეცი, გავითვალისწინებთ. კი, დიდი სიამოვნებით. მოკლედ არის უკომფორტულესი რაღაცა. ადამიანისთვის, რომელიც შემოქმედებითი ადამიანისთვის, რომელსაც უნდა რაღაცა გააკეთოს და ეს რაღაცა მიიტანოს ხალხმა ნახოს, ხო? ჩვენ ძალიან მარტივია, ნებისმიერ ესეთ ადამიანს აქვს უკვე საშუალება, ტელეფონითაც კი. კი. გააკეთოს ეს ამბავი და რასაც დავაკვირდი, ამ YouTube-ზე ძალიან ფასდება ნამუშევარი. შეიძლება შედეგი არ იყოს ისეთი, მაგრამ მაყურებელი ხედავს ვარი ნამუშევარი ეს ყველაფერი ძალიან გიფასებს. აი ლუკა გამახსენდა, ლუკა ბიჭები ყველა მაგას ამბობენ პირველი დღიდან რა. ამას ტელეფონით უნდოდა. მოდი რა ვიდო ტელეფონი მივაყუდოთ, ვილაპარაკოთ ამან არც ამბობ და მეორე დღეს რელსები და კრანი და რა ვიცი თვითმფრინავები და იღებთ რეცეპტები. აი თუნდაც ავიღოთ აი ეს თბილისური კინო. ბიჭებმა რომ დაიწყეს სრულიად უკაპიკოთ მეც აი ერთი თეთრის გარეშე არც მქონია საუბარი მაგამბავიდან სიამოვნებდა მაგრამ კომენტარებს რომ გადახედო ისე სიამოვნებდა ხალხს და ისე გველამდა და ისე გვაქებდა და ისეთ სტიმულს იძლეოდა და ეს სხვადასხვა ძალიან ბევრს ნიშნავს არა ნუ ერთხმად ყველა ნუ ყველა თან ეხლა ამ ეპოქაში ბიჭო როცა ვიარ ყველაფერი ამ ზღურს წინებას მაგ ეპოქაში ძალიან კაი ეს არის სივრცეა თვითონ რა ნაცვალებიდან ჯაფარო იგრძნობა აი რო ჩართავ და ეს არ არის რა ესე ჩაღიღინებული გაკეთებული ეს არის მაგრამ ის მუსიკა ხო გვირგვინია თან იცი რა არის ახლა შენ უკრავ რაღაც ახლა სიმღერა ხო ის ყველასთვის სულ უსმენო და ყრო იყო მაინც ჩართული ხარ და უსმენ და ადვილია თქო კი არ ვიძახი კაცო მაგრამ დაწერა ტიპების მაგრამ უნდა იყოს ისეთი კარგი ზოგი შეიძლება ისეთი იყოს რომ საერთოდ მეორე დაღა შეგხედოს რა პირიქით არის და ეს ხო გეუბნები ხა თვითონ ნიჭის ამბავიც არის რა ეხა ეს ბრაზილიეირო თუ რა ქვია ეს ნუ მაგაზე თუთ ვიყავი მართლა 3 დღეა უგზავნი ყველას აი მართლა ყველას უგზავნი
და პასუხები რა შეროზია და ვინ შეროზი შენი კლასელი და მან თელი პასუხები და ტექსტურად სიმღერა ხვდები ეხლა და თავი როგორი წება ჯოკლი როგორ არის ჯოკლი მოგეწონა გევას ჯოკლი ეხლა ეგ ტერმინი ხო ისე უგარიო და მე და დიტომ გადავწყვიტე ჟანრი აი ლიფში შევედი ჩამოდიო დიტო თემკასთან ვიყავს თუმცა აი გზაში გადავწყდა რომ აი ეგეთ რაღაცა გავაკეთო და ჟანრი იყო სადაც 80-იანების დისკო ამბავი ოღონდ ბრაზილიური რაღაცა და დაუჯექით გავაკეთე. თან სწორი მიგრება, იმიტომ რომ ეგ მელოდია ყველაზე ევასება რა. რაღაცა. არა, ბიჭო, თან გადავა მანდ ის არის რომ მე ქვემოთ გადის რაღაცა ქართული ტიტრი. ტიტრი რა თქმა უნდა იქ. და ეს ტიტრი არის თავარი кайფი მან შეში. ხო, და თან კითხულობ ასუხები არის ძა და რო ურეკავს ის მერე. კოლი რო არის გამოტოვებული რა ხო არ გაგი ამოსილდა ეს და რო ურეკავს და იქ რო წერია მისკო. ყველა ქმნის მანდ და მოაქვს ყველას ის პერიოდი რა ის ეპოქა მოაქვს და ლოკაციები გაქვს ზუსტად არჩეული აი ერთი ბიჭო თან რა არის ეხა ამდენი ხანია შენ მაგ ამბებში ხარ და უყურებს სხვანაირად ხო ძალიან რთულია და ბევრ დიდ ბიუჯეტიან სერიალებს გაპარვიათ საქართველოში ვითომ რო აბრუნებენ 90-იანის კადრებს 80-იანის კადრებს მაინც შემოპარულა რა აი მე-19 საუკუნეა და ძველ თბილისში გაჩითულა ახალ და ბოდიში და იმდენად ყურადღებას აქცევდნენ მაგას გადაღებაში ერთი არ გაპარულა დეტალებს იმდენად ვაქცევდით ყურადღებას რომ აი ძალიან ვაქცევდით ყურადღებას იმიტომ რომ ჩვენც ხსი ამოვნებდა თვითონ აი დეტალურად ამბები რა ისე უბნელები სადაც იღებდით ესწრებოდნენ იყო ხალხი გარშემო ხო იც მაინც ინტერესი აქვს რაღაც გადაღება იცით რა გადაღების პროცესში მე არ ფიგურირებდი ხოლმე ჩემთან მოქონდათ ამიტომ არ ვიცი მაგრამ ალბათ უეჭველი იმიტომ მიიქცევდა ყურადღებას თან ისეთი უბნები არჩეული უეჭველი იძველი ეხა ჩვენი გუნდი ნაკრები რო გავიდა და სიმღერები რო დაიწერა ბევრი შენ სხვა რქონია რამე სურვილი იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაიჩნდა ყველა შემოთავაზებები მქონია ხო აი რაღაცა ხო ჩემმა მეგობარმა ლექსი მაქო დაწერილიო და თუ გაგისწორდა უბრალოდ რა არის მე ჟანრობრივად ვერ ვმუშაობ ჰიმნურ რაღაცეებში რა აი ხა სომხებს ვეთამაშები და ხო არ გლიჯოთ რამე მოვიფიქროთ უცებ რაღაცა შეიძლება ძალიან კარგი იქნება აი თუნდაც ერთი მატჩის ეხლა კი არ ვიცი ზოგადად ერთი მატჩის ისტორია მაგრამ ეს მისღა ფეხბურთიო დიდად არა შეკვეთას აძლევს რა არა არა ისე ვამბობ რა აი ფეხბურთი რომ მაგრა ევასებოდეს იას ფეხბურთი რომ მაგრა ევასებოდეს უეჭველი შეკლასავდა თქო ერთი მატჩის რომელიმე ისტორია თანცუდი გადამხდელია ვისეუნება აი ნა ვისეუნება არა არა კი არ გადაგაგდებს არა აქ პროსტა რა ეხა YouTube-ზე რო გადავა მეორე ხარჯები აქ რა უნდა აღნიშნო უეჭველი რა YouTube-ზე გადავდეთ კი შემოქმედებითი ამ მე ვარ თავიდან ბოლომდე შემოქმედებითი ადამიანი მაგრამ იმის გაყიდვა რასაც მე ვაკეთებ არის ცალკე ამბავი ცალკე ადამიანი ცალკე კი ართულია შენი ნიჭის კაცი ეხლა რომ გაიხუცებ რომ წახვიდე უკან აი 90-იანებში არა YouTube არაფერი აი სად შეიძლება რომ შენი თავი გამოგევლო რა მაშინ ხო აი მაგ ჟანრში ძინკასების ამ ასაკში რომ ხო და იყო 93 წელს 94 წელს 93-94 ნუ ალბათ რა იყო მაშინ ხო კონცერტები რაღაც ან საახალწლო იყო რესტორანი ხიარულთა და საზრიანთა კლუბი ხო ალბათ ხო ხიარულთა და ერთადერთი მხედრიონს ხო და მაშინ 93 ო ესეთი იყო ნიჭის კაცი არ ჭირდებოდა არავის არაფერს თან გიტარით გარეთ მამა ჩემი იყო ჩემი ნიჭი მაშინ არავის არ უფრო ბევრად ნიჭიერი ჩემ ასაკში და მაგ პერიოდში ყველაფერს თავი დაანება და დაიწყო შარლების კერვა წიგნი იყიდა დედას ვიცავ წიგნი იყიდა რომელიც ასწავლიდა კერვას დაიწყო შარლების კერვა და გაყიდა რადგან ტიპი ვალტორნისტი იყო მოიც ატელიესავით გაიკეთა პატარა რაღაცა არ სახლში ხო რა ხო ნუ რაღაცა არა ქონდა ეს ისა რა ქვია თუ ხელით თუ აი თვითონ არა მართლა საინტერესოა თუ ხელნაკერი მოუს არ არის რა ვიზეთი ფასები აქვს ეხლა და იყიდებოდა დროც ისეთი იყო რომ დიდად ხელით იყო შეკერილი თუ დაზგაზე ხო მაგ დროს არ ქონდა ხო ის პერიოდი ხო არა ხო აი ალბათ ეგ პარალელია რომ რაც მკითხე ხა რომ და რა იყო მაშინ პროექტები ხო რამდენიმე საახალწლო მღერიან და ხუმრობენ და რაღაცა რამდენიმე არა იცი რა ეხა რასაც უსმენ რამდენიმე კითხვა რომ დაუსვით და მუსიკა მამაჩემი თქვა ეხა კიდე მამის ეს თემა როგორია იცი ეხა მე სულ მამაჩემი სულ ხო ხტები აი სულ ყალად მოყვება მთელი ცხოვრება ეხა ამდენი წლისა ვარ უკვე
ამდენი ხანი გარდაიცვალა და ის და დღესაც ტიპები არიან ხვდებიან და ქუჩაში ესითოდა ის იმაში მაგაიგე და სუსტიდო რომ მეც ეგეთი ვიყო რა და ეს ბუნებრივი უნდა იყოს პროცესი თვითონ და ეს კვალი ხო ძალიან არის აი შობლის ისა რა ხო და შეც ხა ისე ლაპარაკობ სულ რაღაცა აუ ის მესმის რომ სულ დიდი გავლენა შეეძებ თავის მუსიკით, თავის ყველაფრით რა. საკუთრებით მას შემდეგ რაც შვილი გამიჩნდა. შვილი რო გაგიჩნდება, უფრო სულ ბევრად უფრო პარალელებს. დაფდება ეს ნობები მე. ისა დიმას უნდა ეთამაშა მაგ სერიალში. აი ეს კაცი ეს უნდა იყოს. მოდი ერთი ჩაგერო. ბიჭო მე აი უყურე მე რა მე გინდა გითხრა რაღაცა. მამოიცინე ბიჭო შეიძლება ჯემი. მე იცი რა ეს ის ცხოვრებაში შემილია მართლა ბუნებრივად კი და საქმეზე რომ მიდგეს და მართლა რომ მითხარ მოდი ახლა ითამაშე არა კამერა ახლა მე ხო იცი როგორ მკიდია კამერა ვაფშე კამერას ვერ წონჩდება არა თამაში აი როლი რო უკვე სხვა პასუხისგებლობა არის ო იმიტომ ძნელია თორე ისე კი ახლა რა აი რომ მითხა ახლა ამ გარემოში ნებისმიერ რაღაცა აი მითხარი რომ მოდი ეს გააკეთე ესე აი გასერდი ბიჭო იქა დებილივით რაღაცა ის ძალიან არაბუნებრივი იყო მე არა სერიალს გეუნები რეპორტაჟი რომ მიყავს შენ რა გონი ახლა რა ხან კომენტატორს თამაშობ სერიალ რეპორტაჟი მიმყავს რა არა მარტივია თან გვარებს არ მაძლევდნენ ნომრებს შეჩემა და ჩემით იმპროვიზირებ ხო და მე მარტივია ბოლოს ვიწერე ნოდა რა რომ მეთქი ნომრები გამომიგზავნე რომ რეალში წავიყვანო მარტო გამიწევდა თან ხო ეს მომენატრა რეპორტაჟებიც აყვანა რა და მარჯვენა ფაგიდან შეიჭრა აქ ვა ხოდა მე აივში შევედი და ეგრე მარტივი და კაია ეს სერიალი ფეხბურთზე რო არის ვისი ბოლოს სეზონი ხო და მე მაგას გეუნები იცის ხოლმე სო და ის აბა ერთხელ ამერიკაში არ ვარგოდი ხო ეს ეხა მომიყევი სტუმრები ხო ბევრი ყოლი აი ხო უთვალავი რაოდენობით პრობლემები რა ქონია მითხარი ხო პრობლემები აი რაღაც ხო არის ვიღაცა რო გაგიჭერდა ამას ვერ ვიტყვი არა არა იმიტომ რომ ვიცი ეხა ეგენი მე ტელევიზიაში მქონია ეგეთ პრობლემები და მოსვლა და მე აქ არ დავჟამას არ და წასულა კი მითხარი გახოცები თუ არის საფრთხე ერთადერთი რომ და დაასახელო თუ გინდა გას როგორი ხარ აი ნერვების მომშელია ხოლმე თან რომ დამოკიდებულება აი როგორი დამოკიდებულებაც აქვს მაგალითად რა მქონია მომღერალთან შევსახმებულ ვარ ორი კვირა როგორ ვაკეთებ იცი თუ ადამიანი არის რომელსაც მაგალითად დინამოს ექიმი თავისით წერს და თავისით მოაქვს თუ არის მომღერალი რომელსაც შეიძლება იუმორში თქვა მაგრამ კარგად ბღერის და თulit რომ კარგი იქნება ლამაზი იქნება ჩვენ ყავს სცენარისტები და სცენარისტები უწერენ ჩემს ამ მომღერალს ან მომღერალთან ერთად მუშაობენ იმის იდეებს მე ლექსავენ ისე რომ მე არ ვიცოდე ვთქვათ და ესე ხდება და ანუ დიდი რაღაცა მუშაობს კი ჩანს რომ შენ ხაცორის გეტყობა ხოლმე რომ ხანდახან მართლაზე არ ახარ ის რას ამბობ ხო არა მე ისეთი ბუნებრივი რეაქციები არასოდეს ხო და ისეთი რეაქციები გაქვს რომ ეგ რეაქციები ტელევიზიაში სხვანაირია YouTube-ზე ეგ რეაქციები გასდება ყველაზე მეტად რა ბუნებრივობა თან ძალიან არ უყვართ როცა იტყუები რაღაცას YouTube-ზე მე იგზნობა ეგრევე და წერენ კიდეც ეგრევე რომ ყალბია რა აი კი და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ იმ ჩემთვისაც იმიტომ მეც ფსიამოვნებს და სასაცილოა ხო და მქონია ესეთ შემთხვევა რომ ნუ ცალკე სცენარისტების გუნდი მყავს ცალკე ტექნიკური ჯგუფია ცალკე ნათია მე შემოქმედებითად ანუ დიდი ჯგუფი გამოდივართ საბოლოო ჯამში რომელიც მუშაობს და წინა დღეს გადაღების წინა დღეს უთქვია უარი შენ წინა დღეს გითხენდა შენ წინა დღეს და ჩვენ აქ დაგსვას ირვით ოდიში და არ მოვიდა ვაშ და ბუკა დაждდა და ის დღეს ჩავწევი ხო ეგეც ხო რა თქმა უნდა ხო და თან რაღაცა რომ ამდენი ვიღაცა გაფრთხილებული ყავს ცალკე ბარის თემაა და ამას რო უხსნი რომ ბიჭო აი ეხა რომ მეუბნებ ხო მაგას რა გონია ესე უცებ მეორეც მოიყვან სცენარი გავიარეთ რეპეტიციის დრო დავთქვით და წინა დღეს ჩაწერის წინა დღეს მეუბნები ვარს. აი ხა რა გავაკეთო, ვეკითხები რა. და პასუხი არის ყველაზე შოკის მომგვრელი რა. სხვა ჩაწერე რა. ხო რა უნდა რა მედიტო შეჩემა. რა უნდა სტუმარს ვერ ნახავ ახლა საქართველოში თბილისში თო. მე რა მგონია იცი რომ აი ეგეთი დამოკიდებულების ხალხი რა ეს თავზე ხელის გადასმა და ფერება უნდა დამთავრდეს სოჭს და ეგრევე აი მაგ დამოკიდებულებით ეხა 1000 ერთხელ შეიძლება მართლა რაღაცა საშინელება დაემართმა აი მაგ დამოკიდებულ ტიპი უნდა თქვა და უნდა იცი როგორ უნდა გაბაზდეს რომ აი მე მაგალითად ვიცი რამდენიმე ტიპი რომელსაც არ ურეკავ ეს წამი რომელსაც არ ურეკავ რატო იცი ვიცი რომ უეჭველი მაყირავებს ხო და აი ეგ შენ ხარ გახსოვს იქ არ და იმას ადავასახელებ ნახდათ იქ ტელევიზიაში რა გვიქნა ტიპმა რომელიც ხუწუთად რო ურეკავდი და
ტელევიზიაში ხო ვაში პიზდეცი. აქ კაი ხა მარტო დაждები და შეუბერავ რაღაცას გაიხსენებ. ტელევიზიაში ძველია ბიჭო, უფრო დავარცხილი ხო ხდები ხა რაღაც აკადემიური და უცებს უმარი თან მაგარი აქტუალური თემა იყოს აფეხბურთო მარტო და ეს კაცი არსად არ ჩანდა. და ჩვენთან მოდიოდა პირველად რომ მე რო და ეგრევეო თო რა წყლის ძალა სახარიჩ. ხო ისე შენთან მოვალ ძმაო და ყველას მეუბნებიან ხო შენთან მოვალ ძმაო და იცი რა ეხლა შენ რო თქვი დინამოსაკი თვითონ წერს და მოაქო ჩვენ რომ მეც მოვიდა ხო მართლა დავწერ პრობლემა რა აი ხა ამას აგაკითხებ და ეს მე შეგიძლია რომ მომღერო არა შენ შუმა წაიგითხე გუშინ ბარსელონას ამას დროს დავწერე თუ გამოვა მუსიკა შენ კი ეგრევე გლიჯავ სად არის ეს ემიზა დაკარგა ესეთი პასუხისმგებლო არაფერი მინახავს რა აუ ამის გაყუთლებული ფურცე ეს ბიჭო ეს არის ეს ბებიაშენს რო ქონდა გაზეთები ყვითელი იმაზე წერ შეჩემა არა შენი კონსპექტები ცოტა უბერავთ ხოლმე აქა და შენ შენი კონსპექტებია ხო და ეს არის ხელნათ მესურველი აი უყურე აი ეს ტექსტი არის რას უყურე აი ეს პატარა უყურე მათო კი ეხლა დამარცხდება შენი მამიკო ხო რა ისე რაღაც შენი ბლიჯო მაო შემიძლია მოდი რა ვერ ვითმენ იცი როგორ არის რა მოდი 4 სიმღერა მაქვს მომზადებული მანახი აბა რატო უნდა განა აბა მე თუ არ ვიცი ვერ ვიმღერე შეჩემა აუ ჯერ ამის გიტარა უნდა გაჩვენოთ რა მოიტა მე თუ არ ვიცი მე უნდა მე მაინც ან არქიპოწარმა ეს ანიმაცია ჩემთვის არის ხარე ცევლები ტვიროდი მოუკოდი რა ქვია კოკო აუ რამ შურს ესე თავისუფლად გრამბით აუ ნახე გიტარა ყველაზე მაგარი ძალიან მაგარი გიტარაა ხო და შენ რატო უნდა განახო ეს ჩემი სამღერია სუბუქი პატარა არის ზოგადად ორიგინალ გიტარაზე ბევრად პატარა აი რუსული გიტარები რო იყო თუ გახსოვს პატარა გიტარები დაახლოებით გიტარაზე ვერ ვისწავლე ხო ალბათ სმენა მაქვს ხა როგორ ვისწავლე არა ნერვები თუ ეყო ვინ მამა ჩემი უკრავდა და აი ეს მამა ჩემი რო უკრავდა გავიგე დიდი ვიყავი უკვე და დალია ერთხელ არ ციგარეტს ეწევა და დავინახე პირს ციგარეტი უჭირო და ეს ვინ არის მეთქი აუ შენი ფოტო გა მამა შენახა თქო და ერთი წუთი რა და მაგრა დაუკრა მე თურმე გავიგე ტრიოში მღერო ეს ემა ვერ რაღა თან ციგარეტი პირში აი სხვა კაცი გაიჩნდა აი სხვა ის ფოტო გააცრე რა სუფრას და დამიწყო სწავლება და ბოლოს მითხრა რომ სანამ ეს გიტარაო ეს გიტარა როგორ დამიკარგეს ბიჭო პალიკოს ჩემი მამაჩემის ბიძაშვილის ნახევარი გარდაიცვალა ის კაცი და ბიჭი პალიკო რა მაშინ ახალგაზრდა იყო რომ მოკტა და ის გიტარა ჩვენ ქონდა ვიღაცას ვათხოვე სტუდენტობის დროს ყვები წარმოიდი და ის გიტარა დაიკარგა და ვიძახი ხოლმე ყველგან რამდენი წერია და არ მოაქვს უკან არავის ბიჭო კაი გიტარა იყო ძველი რაღაცა რა აუ რა კაია აი ნახო იქნება ვიწყო და მამაჩემ ამითხა რომ შენო სანამ თავზე გადაგამტვირი ეს გიტარა მამაშვილი ჩვენ შორის ეგ არ გამოვაო რა ხო და შენ რატო უნდა წაგაკითხო ეს ჩემებია გუში ხა იმღერე მე დავიწყოთ და რა უნდა დაუკრას არ უნდა იცოდე უნდა უთხრა ადამიანს მე აბა ტექსტი არ წაიკითხო ბიჭო მე იცი რომ მე სიმღერას ეგ გაიარე აჰა დარარირირირირი ცოტა გარკვევითი იმღერე მეც ნელა დაუკრა თბილისიდან გაიარე ძაღლებსაც მე ვიყვალგან მაგრად კატის ნუტი დაგავიწყავ კონტაკუტუზე გიკვინა მაგან აბზინო ეს მე ეხლა ბომბოლეიო შეხა გადაცემაში მე წავედით ეხლა ბომბოლეიო ერთი ოღო ნახე სენიორ ბომბოლეია მისამღერი ორჯერ იყოს და მე ნანანინანანა რო ვითარდება წავედით Oboleio, წავიდა. Oboleia. Შავიტი მადამისი წარბები. Ale. Oboleia. შავიტი მადამისი წარბები. აგულავე. Evertonიდან მახსოვს. Manchester-ში გადავიდა რუნი. უკვე წლებია რაც ეს გუნდი მეტოქეს უკეთებს ნახტი. Vamos! ორიჩნოლ შენ თუ ნოლზე არ დაგწოვ დღეს. მე არა მაქვს საერთოდ არაფერი. ეხლა შენ დაგეწებ დილათო მინდა 3 თვე შეგვიძლია. ობოლეია ძალიან კაი იყო. ჯიგარ ეს არის დიდი კონა. კაი იყო დასაწვევია ბიჭო ეს არის. წავიდა? ავლი. შენ დაგეწებ დილათო. ავლი. შენ დაგეწებ. სი. წავიდა. მე დამეძებ
დილა თუ ბინდია ბეჭებში მირტყავ და მილურჯდა გკიდია აქინღობის მეშვიდი არ მინდა შემკივილზე დაიცახე ამის კრას სამითნოლი არ ნოლი რას იტრის შეჩება აი ეგრე ეხლა კიდე გაგშეში 4 მაქვს თქო სამითნოლია უკვე ოი მუშაობი მიცადე ეს რა შეუმელია თეთრი რაში აჰა თეთრი რაში ნოდა ეგეთი წმინდა სანთლის ხივი ხარ და ემაქედა ჩემი ნახდი მატუკი ხარ სადღაც ფერგიუსონიც ხარ თუმცა არც ერთ მანჩესტერელს არ გავხარ კვირტი ხარ და თან ჩუმი ხარ ნახდი კვინტონ ფორჩუნი ხარ მხოლოდ მაგას გამოადგები კელაპტრად მახსოვს ფერგის ტვიტერზე წერდი ჩადი მაინც მანდარზი ხარ რას თამაშობს ახლა გუნდი აბარას რაც ყველაზე ნახდი მithქვამს კარგი გულში მიმაქვს ბილბაომ ხომ დაიჭირა რაკცაკამ ლოლე ალილუია 4-0 ეხლა შეგისმენ გაუმარჯოს ბიჭო ძალიან კაია კი აქეთ მოდის თეთრი რაში ნოდარ შეშეგეცით რაში დარარა ეს უკვე 4-4-ია ჩემი ეგრე აი როგორ არის ქართველი ვარ დამწყები ფეხბურთელი ვარ ემზადები და უცებ მესი გამოვიდა და ბარბარე შენთან დიდი ბოლოში მესი მომიწხორია გამოვიდა უცებ კისერზე მაგრამ თუ უყურებ ამის გადაცემას ეგეთები იქაცარ ბარსელონაზე აქ რაღაცა 4-4-ია 4-4 ბაზარი არა მე ვაღიარებ რომ 4-4-ია შეგიძლია 5-4 მე მელოდიები არ ვიცი მაგრამ ერთი დავწერე გუშინ ბარსელონაზე გლიჯოთ აი შენთან დავკარი რაც გინდა მუსიკა და მას მევენა გარე თოდა ნარანდონდა დარალ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 алალ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 ללללلللللll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 l
მქონდა, კარგად არა. სურდო მქონდა, მომეტყვა კარგის დრაკი. კარგად თავარ, აღარაფერს არჩივი. გუშინ ღამე მოჟუიგზებარსა მოტყნა არძივი. თოთხი გამიხარდა ეგრევე. აი გარყვნილების მიერ ხალხო ხო ხვდებით. ამიტომ გამოიწერეთ და დაალაიკოთ ეს ვიდეო. სენიორებო გამოვიწეროთ ლაივარის YouTube არხი და დაალაიკოთ ეს ვიდეო. კარგი სიმღერა ხო არ ვიღეროთ ისე. ჩეულებრივი. ჩვენ ესე როგორ გავუშვათ ეს ოქროკაცი. კი ბატონო, რაღაცა კაი მინდა. შენ თქვი რაც გინდა. არ ვიცი რა. ეხლა ჩვენ მე შევეცდები რომ არ გაგიფუჭოთ. ეს ღერის ეხლა შედარები და მე რაიმე ნებისმიერი მითხარით ამან რაღაცა დამეწერა კიდე. რაცა რაღაცა მინიმუმ ორ ხმაში რო კაი გამოვიდეს, თქვათ რა. და მე ზუსტად. თან რიტმული რო მაგარი ისტორია იყო. ის რა ქვია და მიაზას ამიგეროთ. დროზე ჩქარა. აუ ერთი ისტორია მოგიყვეთ? აბა ერთ ჩემი მეგობარია მომღერალი ოპერის. და კახეთში ვიყავიო რა. მე ვიტყვი ვინც არის, ავი არ ეწყინა გოჩა ჩემი ზმა არის და დაასაყილად რა. აი ესო გამარჯვო ჩვენი სტუმარიო ოპერის მომღერალიაო ეს და ესო და ეგარო დაალია ხა ხო? მოდიო ერთიო მეორე ხმა მოგვეციო რა და მე ვთხარებ მეორე ხმასო ვერაო რა. ვინ ახარ ბანი ვარ და შენო ბანის მომცევი და ირისწველი იმდენი ხმას შევჭახაშენებულო. მეორე ხმა მოგვეციო. გუშინ დაწერა სკუტერების ჯგუფი გვაქვს და იქ კამერები და მწვანე ორთქლი გადის უკვე ისეთი ხდება. აუ შენზე იმდელექსები გამახსენდა ეხლა. ვიცი. კაი, მიდი. ის ნიაზას მიმღეროთ ეს რა ქვია. დროზე. ო, დროზე ჩქარა. დრო არაფერზე ფიქრობდა. ფიქრი რა თუნდა დროს. დროს როცა უნდა თოს. სიყვარული თუ გაქრება. ძროილებს და ჩაქრება. ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება, შერდება დრო. სიყვარული თუ გაქრება. ძროილებს და ჩაქრება.
ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება, შერდება დრო. ეგ არის. ეგ არის, ორ ჯაი დრო. კიდე? გაიგალე? დროს არ ვიყოვეს ფიქრი. ერთად თუ არ ვარ ჩვენ. ხვალ შენს გაქრები და მე. სიყვარული თუ გაქრება. ზერზე დამეკიდა. პარა გავიგებ რა ხდება, შერდება დრო. სიყვარული თუ გაქრება. ზერკირებს და ჩაქრება. ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება და ჩერდება დრო. მე ვარ ნავში და ნოდარ პამ აი არა ის პირველი 4-0-ზე ეგრევე დაკაჩა. ეგრევე ამოკაჩა. არა ბიჭო რა არის მე მართლა არ მოემზადე ნაღდათ. ესეთი კაცი რომ მოდის და მე მოემზადე არა და მართალიც ვიყავი რა. რა პირიქით ესეთ კაცს უნდა მე ნახავ. ხო კი ბიჭო ხო და ჯინსის ხბო. ესეთ კაცს უნდა მოემზადო რა ეს რა მეინტერესებს ეხა ჩვენ ეხა ეს რაც გავიცანი რა ხო გეუბნები აი თავიდან ძალიან დამთქმული იყო ამასთან ურთიერთობა ჩემთვის. რატო იყო დამთქმული? ნუ მამდიდრებ და რაღაც ყლეობას მეუბნები. აი ხო გეუბნები რა? აი თან როგორ იცი რომ ჩემს მიმართ რაღაცა ის ხوارდა 9 ნომერი. აი როგორც რაღაცა დინოზავრს თუ რაღაც ისე მეკცეოდა რომ ცოცხალი დინოზავრი გაიჩნდა რა. ამას მეგონი ლარიანი ჯოკერია გალეულის არაყირო. პატივია თქვენთან ერთად და მამდიდრებ და ეთქი ამას შიგა არ ბიჭო ნაღდათ რა და თუ პრინციპში არ ჩერს თან რა. ყუას გაუსკდეს მუცელი. აი ესე ისეოდა მართლა და ის იყო. მე აი იუმორის ფენომენალურად ჯეროდა ჩემი ყველაფერი რასაც ვეტყოდი. აი მართლა. სკრინ მოწერებით 8-ჯერ ვათქვენინე რა. და რას უპასუხებდი გიცი. მიწერ მოწერი, ბიჭო, ესე ვერბალურად დღემდე მიშა აი შიშით ვერ ვაცემი. ჩემი ეშინიად მაგრა რომ რამე არ თქვა რომ ამარა არ ყველაფერზე ვიცი. ის რა ყუილებს ციფრებზე ვერ ივაშვები. აი ზოგი ციფრი არის რა ხა 27-ზე, 7-ზე კაია. რაღაცა იმას ხრაზე სიზამ. კი, გასულ რა და 9 და 3 სკამი და 2 მოგეპარა 2 და ბავშვობის რაღაცეები იყო და მაგებს მე შეთან მაგებს მოვიტან რაღაცებს მოვიფიქრე მართლა რომ მოვალ. აი ყველაზე მაგარი მიშა რაც სიამოვნებით მოვალ. 6 დღეა იუმორის გარეშე მე მაგალითად ვერ ცხოვრობ. ღმერთმა დაგვიტანოს. და უძინეს სიტუაციები ხა რაც პირადი ჩემი თქვა და ქვეყანასაც და რაღაც აშნელები რო ხდება, მაინც ამითი ვერევი რა. ანუ რა და ნუ შენ ხა ეგ არ გაკლია ხო ნაღბია რა. კი, რა როგორ ფიქრობ? ეხლა ისეთ კითხონდა, იუმორი გადაგვარ, ჩემს თუ რაც ვკითხულობ ხოლმე რა. ალბათ ეს არის ერთ-ერთი გზა. რომ ცოტა გამოვიდეთ რაღაცა მდგომარეობიდან რა. რა თქმა უნდა. აი ძა ნაღდია რატო იცი 6 დღე ცუდად ვიყავი. ეხლა ისე გამომიყვანე, ოღონდ აი ყოველგვარი პირფერობის გარეშე გეუნები, ისე გამისწორე და გაგვისწორე. ნაღდად აი ვაფშე ვეღარ ვცნობ დღეს რომ სურდო მქონდა კარგად ავარ აღარაფერს სამჩივი. მე მოდი დაგიწერო უმოშნესი არქივი. რა გააქვს ეგ არქივი. ბილი ბარქსის ირლანდიურ პაბში ვართ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ უმაგრესი ადგილია ჯეფ ეგურტები ეხლა ჩვენ ახევარ ფინალში გავედით ჩვენ PSG ჩვენ და ასტონ ვილას სავარაუდო შევხვდები და ფინალში იქნება როგორმე და ხვიჩამ რო ეგ გააკეთოს მესი ბაპე და ნეიმარმა რაც ვერ გააკეთეს ამარო გააკეთოს ედას ვიცავარ ისედაც მაგ კურტუკი ხვიჩასი ის გააკეთებს იზა ხვიჩას არ მაგარია იმ ხელოვანია ლიგა რომ არტისტია ნუ მაწყვეტინებს შენ ბიჭო მე გაკეთე შენი ბაგა ლიგა რომ მოიგოს აი საკაც მოედანს მთიულურის ჩაკვებს გააკეთებ აი ორი მინდა 1 2 აი მომაცილო შეიძლება გააკეთებ ეხლა ჩვენ ხო ვიცი დოჩი რა ხდება ვერ ვიტყვი საუკუნის თამაშია თქო ვიშა ნაღდათ მაგრამ სომხებთან უპრინციპულესი დერბი გვაქვს რა კი აი მართლა იმიტომ ისე ბილეთებს გაყიდო გუშინ დაიწყეს ბიჭო რა 13 დღე პანიკები იყო რაღაცა ყველა ბილეთს ქართველებს ყიდიან და რაღაც გამყიდველი მთავრობა და რაღაცეები იზახეს და დაიწყეს გაყიდვა და 14000-ია რა და 900 ბილეთია ოფიციალურად ჩვენი მაგრამ ვიქნებით უფრო მეტი ალბათ ვინც აქ რჩები და არ მიდიხარ და ბევრია ეგეთი იმიტომ რომ იქ არ არის შეზღუდულია და აი აქ შეგიძლიათ ბილი ბერკის ირლანდიურში მოხვიდეთ, კაი გინესი, კაი 77 ნომერში. ყველაფერი გარემო, კაია. ნოდარას მაიკას დაგიტოვეთ, შეგიძლიათ. ხელიც მოაწეროთ. სურვილი ჩაუწყოთ, რომ მოხალ და ნახავთ და მაგ ხომ ხელიც მოაწეროთ. 20-ია, ხო? 20-ია და მე 23-ში უკვე. აი მე აქ სტადიონზე, დინამო არენაზე. თოხლებია, არ ვიცი, მაჩამდე შეგიძლიათ გახურდეთ ისეთი თოხლები. ნოდარი არის მლესავი. შენ ხარ მლესავი. ლესვა.
შენ ხარ ისა ნოდარ აგაჯო მიგაჯო მოგაჯო და რა მე პასუხი რატო არ გამეცი PSG-მ თუ მოიგო ლიგა საკაც მოედანზე გააკეთებ თიულურის ჩაყრებს საკაც მოედანზე აი ამას სადაც გინდა ჩაყრები არ ვიცი რა თუ მასწავლი გასწავლი და გააკეთებ მოკლედ შენ დღეს დამარცხლი 100 დოლარი გიჟია ის რა მაინტერესებს სად ხდება ეს შენი ამბავი აი მუსიკის ჩაწერა შენების შენ შეგიძლია ხის წვერზე დაჟე და იქაც გააკეთო მაგრამ მე მაინტერესებს ტექნიკურად და იმათ იმიტომ რომ დღეს ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა ხმა როგორი იქნება ჩვენს უგვიტრაკებენ მართლა ხო ხმა და ისა და ესა შენიშნებს გვაძლევენ ტიპები ძალიან გაზრდილები არიან მართლა და არ გაპატიებს რა მიაღლის და იმას რაღაც იმიტომ რომ ყურზე ხდება და თან შენიანია ხო უკვე ის ახან გიყურებს და შენიანია სად ხდება როგორ აკეთებთ ამას სად აკეთებთ ამას რა ვიცი არის რომ პირდაპირ ბარში ვიწერთ ხმას მაგრამ მე მაგ კიდე ცალკე ჩემი საავტორო მუსიკა არა მარტო ჩემი და ჩემი ძმის რა მაიკერუ ქვია ჯგუფს შეიძლება მაიკერუ ესე ქვია ჯგუფს შეიძლება იცოდეთ მაიკერუ იაპონურად ნიშნავს მიშას სიტყვას ასე ხო და ვართ მე და ჩემი ძმა დუოა დუეტია ვაკეთებთ low-fi-ს ვაკეთებთ ესეთი ჟანრი არის ჯაზ ჟანრია დაახლოებით ჯაზ რეტრო ჟანრია მოკლედ რა და მე ჩაგიგდებს რაღაცა მინდა ხო ეხლა დაგუგდა რაღაც რა თქმა უნდა იჯაგდება მაიკერუ ჩაულებრივად და წარმატებები მინდოდა აუცილებლად მეთქვა ხო მაიკერუს და დიდი სიამოვნებით წარმატებები გადადის მაიკერუს გვერდის მოიწონეთ მოსმენაო მიგდო ეგრევე კი ბიჭო მე მუსიკა მიყვარს დიდად არა ვარ ის რა მოვიწონოთ ეს გვერდი მეგობრებო და რა ვიცი ყველანაირად ეხლა რასაც აკეთებს კი ხედავთ და მაგარია თუ კიდე ისეთი სერიოზულია როგორც მე უყურებ კიდე ამ მიმდინარეობას რო გავყვეთ ძალიან მაგარი იქნება მოკლედ დაუფასოთ გულით სულით მაგარი საქმე რომ რა ვიცი ხა მართლა კაი რეცეპტი გამომიწერე ჯანმრთელობაზე გამოვიდა ჭვარივით ვიყავით დედას გეფიცემი დღეს რა იმიტომ რომ 6 დღე მიჯაჭული ვიყავით დედას მოუკვდი შენ არა ესე წველი და ხომ დედა ჩემი და რატო ოღონდ ვერ გავიგე შენ გაგჩვიდეს ეს წარბები შენ არა ესე მეუბნეო და ელეგანტი არა მე მამშვიდებ და გაიგე მოუკვდი მაინც ვერ შინოდა ხო სიმღერა ხო ცალკე და გიტარაზე სიმღერა კიდე ცალკე აიმე ძალიან ოპტიმისტურად განვიწყე ხა მე ამას აქში თუნდაც ერთი სიმღერა რო ვისწავლე და აქ რო გიტარაზე დაუკრა გიტარაზე ჩემთვის ეს იქნება ეხა შენ მაგაზე არ შეგაძუხებ მოდი რა ნუ მოინდომე რაღაც არა მინდა ნოდარ მართლა გეფიცები თუ ვიტყუებ მოდი მაშინ ერთად ერთხელ ადონის ცითავ ხედე მქონდა რომ მამაჩემს ბანჯო ვაძებნი ბიჭო ბანჯო მევასებოდა უყურებდი და უსმენდი კი ბანჯო ძალიან და სადღაც იყო აი 5 დეკემბრის ქუჩაზე დიდი სავაჭრო ცენტრი და ერთი ცალი ბანჯო გაიჭდა ის ბანჯო ეხა როგორ შენ არ დაგიკრია ის ბანჯო ის კონკრეტულად ცოტა ხანი ვიწვალე და მეთქი ამის დედაც თქო და ნევრები არ მეყო და კაც გადიშდა ის გარმონი იცი ისე კი თულია ხო თულია გარმონი თულია კინა გარმოზე გავარდიშო ყველაფერი დაბლოკა ბიჭო აი მექანიკა გინდა ავტომატი მექანიკას სხვა შორის ვეუბნები არის მანქანისტარება პრავს ვერ ავიღებო მექანიკა არ ვიცოდი მე ვთქვა მე გავარჩიე მეთქი ახლა დაწოლზე დაიმაზე სიჩქარე და არ უნდა კოტე ყუბანეიშვილს აჯობებს ერთი ბროშურა რომ გამოსცეს ამან თავისი გარყვნილებების აი უეჭველი აჯობებს დაჟე რა იქნება დიდ სააქტო დარბაზში შეიკრიბებიან ხა ხესბაზაში რო გავა აი დაჟე შენ პაროდიას აკეთებდი პოეტებს კოტე ყუბანეიშვილზე გაიგე კი როგორ მართლა სერიოზულად ხო რომ ძალიან მაგრად კი რა ბიჭო თქვა ის რა ხო და მოკლედ მეგობრებო ჩვენი გვერდი დავალა იქოთ მიშას აი ეს მაგარი გვერდები დავალა იქოთ მაიკეროს მიაწექეთ იმიტომ რომ ხა შევიდა მაგარია თან კაი მუსიკას მოვუსმენთ არა სიამოვნებით აკეთებ გენერალურია ჯიგარი ხარ მიშა ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა წარმატებები მინდა გისურვო ორმესი მადლობა თქვენ ჩვენგან დიდი პატივისცემა მაო პირდაპირ გეუბნები იმიტომ რომ წესიერი კაცი ხარ, შრომელი ადამიანი ხარ. თან ნახე შენი ოჯახიც გავიცანი. აი ჩემი საყვარელი პარპარებუსო სუნაც ნახე ლოყებზე მინდა. ჩაფრენოდი, მაგრამ ვიცი რომ ყველა პრინდება ალბათ ლოყებზე და ამიტომ დავანებე თავი. არა? ორივეს მეც აუცილებლად სინკვესებში გიწევს. ზათავად გამისორდა. გნებავთ ცალ-ცალკე გნებავთ ერთად უფრო კარგი იქნება ეხლა. და თუ რამეა იქნება ეთერიდან გავაგდებ და აი საყურებელი იქნება რომ ვიდეო რომელმაც ინტერნეტი აფეთქა დიმობლაზე მოტასივე გააგდო. და გარე ეგეთები რო იდება ხოლმე ვიდეო რომელმაც აფეთქა. დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ. წარმატებები. კიდევ ერთხელ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. ძალიან გთხოვთ აიკეროს მიხედეთ გეუბნები შედით თუ არ იცით სიკვენსების და სიკვენსები თავისთავად ეხა და ბევრ კარგ რაღაცას ნახავთ იქაც, ბევრ კარგ რაღაცას ნახავთ აქაც და კიდევ ერთხელ მიმეორებთ რომ 20-ში
აი აქ შეგიძლიათ ძალიან მაგარ გარემოში უყუროთ ფეხბურთს თავის ყველაფრით რა. ეხლა აქეთ რო გაიხედოთ ბარბარედან დაწყებული ჩვენი ბიჭები დამთავრებული ყველა რაღაცას უგლაჯულებს. ჩვენ ზივართ აგრა დაავტარებ და ჩვენს რაღაცას ვიზავთ. მაგარი თოხლებია, მოდით და აბნელეთ რა. აბა ჰე და აბა ჰო, წარმატებული. პასტა მანიანა.